Malade, complètement malade. Je suis malade. Proud თქვენ მთელ ევროპას ამაყად გამოუცხადეთ, რომ საქართველოდან ხართ. რა არის ის, რაც საქართველოსთან ყველაზე მეტად გაკავშირებთ? მე გერმანიაში მარტო გავიზარდე, დედმამიშვილების გარეშე და საქართველოში პირველად ვიგრძენი დიდი ოჯახის ძალა. საქართველოში დაბრუნება ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრების გაცნობა. ჩვენს ინტერვიუს 9 მილიონამდე ნახვა აქვს, უამრავი კომენტარი და რეაქცია. ეს ძალიან ბევრია. შემიძლია რამდენიმე კომენტარი გითარგმნოთ? მე ვუპასუხებ თუ შეიძლება და მათი სახელებიც მითხარით. ნატალი წერს თქვენზე, ნამდვილი ქართული სულის ადამიანი. Thank you, Natalie. I'm Stuart Fox. ნატალი, დიდი მადლობა, რომ ქართული სულის ადამიანი მიწოდეთ. იმიტომ რომ მართლაც ასეა, მე აქაური ვარ. ლია ბარნოვი წერს, რომ ცრემლების გარეშე ვერ უსმენდა ამ ინტერვიუს და დიდი წარმატებები ნიჭიერ ქართველს. Thank you very much, Lia Barnovi. ძალიან დიდი მადლობა ლია ბარნოვს. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მსმენელის გულთან ახლოს ყოფნა ჩემთვის ბედნიერებაა. It's definitely my absolute goal. And also Tengiz Tabagari is saying თენგიზ თაბაგარი წერს, რომ შთამბეჭდავი იყო თქვენი ნამღერი ქარი გიმღერის ნანასა, რადგან ის გულის სიღრმიდან იყო ამოსული. from the depths of your heart. Thank you. Tergiz Tabagari. Thank you. ძალიან დიდი მადლობა. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. სიტყვა სიტყვით ვთარგმნდი და ისე ვისწავლე. ეს იყო ჩემთვის საუკეთესო გზა, რომ ჩემს ფესვებთან კავშირი მეგრძნო. ასევე ძალიან მიყვარს ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები. ვაპირებ კიდევ ბევრი ქართული სიმღერა ვისწავლო და გაგიზიარო. I would love to. მაყურებელს ჩვენს მადლობას გადავუხდით. ამბის თხრობას კი თავიდან დავიწყებთ. ამჯერად მანგლისში ვართ დაპატიჟებული. ეს ის ადგილებია, სადაც დავიბადე. დღეიმით დაიწყო, რომ ჩვენმა რესპონდენტმა ყვავილებით ხელში თავის ოჯახს ბერლინიდან მანგლისში ჩამოაკითხა. ჩემო ლილი დეიდა. როგორ მიყვარხარ ჩემო ლამაზო, ჩემო იმედო, ჩემო კარგო ვაჟკაცო, ჩემო ქართველო ვაჟკაცო. ბიძია როგორ ხარ? თქვენ აქ უკვე მწვადებს წვავთ? Mtsvadi. Kurica. თუ ქათამია. გასაგებია. კიდევ რას აკეთებთ? ხაჭაპურს? ეს ჩემი მამი და ნინა, მამა ჩემის ხვიძლი და. ეს კი ლია მამი და ასევე მამა ჩემის მეორე და. ეს კი ლილი დეი და მამა ჩემის ბიძაშვილი და მანგლისში მასთან ვართ სტუმრად. ერთადერთია, ვინც მანგლისში დარჩა. This is my cousin. ეს როლანდია ჩემი ბიძაშვილი. და აი, ეს არის გოჩა ბიძა ჩემი. Welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მანგლისში. სასწაული შვილია. ჩვენი სიამაყეა. ძალიან გვიხარია, რომ ასე ყველაფერი თავისით მიაღწია. სცენაზე რო ნახეთ პირველად აი მაშინ ცრემლები ქონდა სიხარულისა, რომ ჩვენი მოვა დავინახეთ კი. ძალიან ისეთი კარგი ბავშვი იყო, მომღერალი ბავშვი პატარაობიდანვე. კი. დედა ჩემის მამა ძალიან კარგად მღეროდა და იქიდან ეთყობა, იქიდან აქ გენეტიკაში. ხო, და თან გარმონს უკრავდა დედა ჩემის მამა მღეროდა. ხო, დედა ჩემი დააყენებდა ხოლმე სკამზე და აბა მიდი ვოვა იმღერეო, თან ტაშს უკრავდა, ეს კიდე პატარა არტისტივით მღეროდა. ბებია სკამზე დამაყენებდა ხოლმე, ტაშს მიკრავდა, რადიოში მუსიკა იყო და მეც ვცეკვავდი, კარგად მახსოვს.
იცოდა ქართული ბავშვობაში, მაგრამ მე რადგან წავიდნენ უკვე 5 წლის ასაკში წაიყვანეს, უკვე მე დავიწყდა. თორემ ქართულ ბაღში დადიოდა. და ქართული ლექსებიც იცოდა სხვათა შორის. ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელსაც ჩემი ოჯახისგან ვგრძნობ, ძალას და იმედს მაძლევს. ამიტომ მათი გვერდში დგომა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მელობებოს საფლავია. გალინა ბებო და პაპაც აქ არიან დაკრძალული. მე პაპის სახელი მქვია. ყოველთვის როცა აქ უბრუნდები, მათთან მივდივარ და ყვავილებს ვტოვებ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. I grew up in the south of Germany. 90-იანებში ქვეყანა ომის გამო დავტოვეთ. მე გერმანიაში პატარა ქალაქ ოქსბურგში გავიზარდე. ტოლვით და ბანაკის შემდეგ, როცა პირველი ბინა მივიღეთ, ყოველ შაბათს ხინკალს ვაკეთებდით. ყინავდით და მთელი კვირა ვიზოგავდით. დედას მეც ვეხმარებოდი, ასე რომ კეთებაც აქედან ვიცი. We are rooted here. ქართველი ემიგრანტები ძალიან ბევრნი ვართ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ფესვები აქაა და თუ ჩემი მაგალითით რაიმე რჩევის გაცემა შემეძლია, მათ ვეტყოდი, რომ ქართული ენა არ დაივიწყონ. ისწავლეთ ქართული ენა, მუსიკა, ისტორია, რადგან როცა აქ ბრუნდები და მთელი გულით გრძნობ, რომ ქართველი ხარ, ძალიან ძნელია, როცა აღმოაჩენ, რომ ეს ენა არ When you come გესმის. back and you feel in your heart that you are Georgian. Okay. This is Yes. That's wait. B? No. G. Yeah. That's a G. Well, I think the very first thing როცა ქართულ ხასიათზე ვფიქრობ, პირველი რაც მახსენდება, ქართული გულღიაობა და სტუმარმასპინძლობა. ევროპაშიც ასე იცნობენ საქართველოს. ყველაფერს, რასაც ქართველები აკეთებენ, გულით აკეთებენ. heartful, they're very I told him that my name is Vladimir Korneyev. ერთხელ ქართულ რესტორანში მოვხვდი. მომღერალს ჩემი სახელი უთხარი, ვლადიმერ კორნეევი. და აუხსენი, ქართული სახელი არაა, მაგრამ მანგლისელი ვარ. იქ დავიბადე მეთქი. მითხრა, შენი გვარი ფესვებს ნიშნავს. და თუ ქართველი ხარ, მაშინ ვალიკო ფესვიაძე უნდა გერქვასო. ასეთ გადათარგმნა ჩემი სახელი და გვარი. ვალიკო ფესვიაძემ ახალი სახელითა და გვარით ჯერ ქართული სუფრა გააწყო, მერე კი ქართულური სადღეგრძელოთიც გაგვაკვირვა. მადლობელი ვარ, რომ დღეს ყველა ერთად ვართ. ამიტომ პირველ რიგში სადღეგრძელო უფლის დიდებით მინდა დავიწყო. მადლობა უფალს ჩვენი ერთად შეკრებისთვის. ოჯახურ სიტუაციას გიტარაც მოვუხდინეთ და ასეთი ექსპერიმენტი ვცადეთ. ჟღერადობა ემინორი. ვლად, თუ გამოგვივიდა, ჩვენ ვიქნებით პირველი რესპონდენტი და ჟურნალისტი, რომლებმაც ერთად იმღერეს. მიხარია, რომ პირველად ვცდით ერთად. For the first time. მეც ასევე. უბრალოდ ვისი ამოვი.
The roots are always the roots. ფესვებია. ის რაც შენშია და შენში ცოცხლობს. ასე.